მოკლედ მეგობრებო, ეხლა ვაყენებთ კონდიციონერს. გვეღირსა, ეგ დროც დადგა, რომ გვექნება და მოკლედ ისე ძალიან აღარ დაგუცხება ხოლმე, როგორც ყოველთვის. იყო ხოლმე ადრე. იმედია, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და დაყენდება იქ, სადაც გვინდა. იმიტომ რომ სხვაგან არ არის ადგილი. აი აქ უნდა დავაყენოთ აი ამ ადგილას, მარტო აქ არის ადგილი კონდიციონერისთვის. და ეს გარეთა ნაწილი აი აქ უნდა დავკიდე. აი როგორც ესე დავხტილი, დაახარო ფილტრებია. ხო, და ეს ფილტრები უნდა გაწმინდო. პერიოდულად უნდა გაწმინდო, ხო? ხო, და ეხლა აქ რომ შევაწევინო ეგ. ხო, ვეღარ ავხდით. და ანუ გამოდის ბოლო იქ ვაფშე არ შედის? ისე გააკეთებენ? ეკედან რომ აიხადოს და იქ გამოდის 5 სანტიმეტრი. ხო, მაგის გულისთვის რომ ეს გაიც. ხო, აქ ცოტა უშლის ხელს, აი ეს. აი ეს ცოტა შეუშლის ხელს. ჩვენ გვეგონა რომ შიგნით შევწოდით, მაგრამ ცოტა აქეთ უნდა დააყენონ, რომ აი ეს ახან იღება და გასაწმენდია ხოლმე, ადვილად გაიღოს. აი, ოდნავ კედლიდან აქეთ გამოვა ალბათ. საათ ნახევარი უნდა დაახლოებით ამ პროცედურას ახლა. ეხლა ველოდებით ხელოსნებს რაღაცაზე ჩავიდნენ, მანქანაში რაღაც ხელსაწყო აქვთ და უნდა ამოიტანონ. ხო და ეს დავაყენებთ კონდიციონერს და ხვალ წავალთ. ხმაგრები ვართ. მაგრამ რომ ჩამოვალთ, სამაგერო დაგხვდება სიგრილე და აღარ დავიხრუკებით. იმედია რომ კარგად დააყენებენ და კარგი კონდიციონერი აღმოჩნდება. აი წავედი ხმე ამ ხელს აღარ შეუშვი ოთახში შევიყუჟები ჩემთვის. დააყენის კონდიციონერი მეგობრებო. ეხლა წავიდნენ. აბა ერთი აქ ნახო ხდება. აქაც დავუყენებიათ, რაც შეიძლება მაღლა. ძალიან სიგრილე მოდის. 16 გრადუსზე დავუყენებიათ, ძალიან მიბერავს. ცივა. დავაყენეთ ჯერ ზალაში, ოთახებში ვერ ვაყენებთ, იმიტომ რომ იქ რაღაცნაირი არ არის გათვლილი მაგისთვის, მოკლედ ფანჯრები არის ყველგან და კედელი არ არის სამაგისო. მაგრამ ვფიქრობთ თუ საჭირო გახდება, თუ დაგუჭირდება ეს დასადგამი კონდიციონერები რომ არის, სამომავლოდ შეიძლება ეგ ვიყიდოთ. მაგრამ ჯერ შევხედოთ, იქნებ ამანაც გააგრილოს, ღია თუ იქნება ოთახები, მაგალითად და სულ ჩართული თუ იქნება და გააგრილოს თუ არა და მე ვიფიქრებთ უკვე დანარჩენ ოთახებზე. ეხლა ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ მაინც იყოს ოთახში ანუ საერთო ტემპერატურა ცოტა იკლოს. ეხლა ჯერ არ ცხელა ისე ძალიან, მაგრამ მალე ძალიან დაცხება და თავის დროზე მოვაგვარეთ ეს პრობლემა და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი რიგები არის ხოლმე და ძალიან ცხელა ხოლმე და მოკლედ ერთი წამითაც აღარ გვინდოდა ამ სიცხის ატანა, ისედაც რაც დავიტანჯეთ ის წლები გვეყო. იმ სახლში არ გქონდა კონდიციონერი, ვისაც გახსოვთ, ასე რომ ძალიან მიხარია. ეს უნდა დავკიდოთ უტის ჩამოსაკიდებელი. ვაქსო, აურა კაია. ანუ თუ დაგჭირდება, აქედან ავიღებთ, ჩავრთავთ, ეხლა ჩართულია. და ისე თავის ადგილზე დავდებთ და იმედი არ დაიკარგება ხოლმე. გოგონებო, როგორ ხართ? ჩემო ძვირფასებო, დავჯექი ცოტა ხანი მოვიცალე. საჭუკჭუკოთ. საღამოს ყავის დრო მაქვს, ეხლა ყავას ვსვავ და ვემზადები მორალურად ჩალაგებისთვის. ყველაზე ძალიან ვერ ვიტან მაგ პროცესს ჩაბარგების, ძალიან დამღლელია ჩემთვის და ძალიან სტრესული. იმიტომ რომ რა ვიცი, მეშინია რამე არ დამრჩეს, ბევრი რაღაცები მაქვს შესავარგებელი. ხოლმე როგორც წესი
და თან მარტო ჩემებს არ ვალაგებ. ნუ ეხლა გოგოები უკვე დიდები არიან, პრინციპში თვითონაც შეუძლიათ, მაგრამ მაინც მე უნდა მივეხმარო ან გადავამოწმო მაინც რა მოაქვთ, იმიტომ რომ მაინც სჭირდებათ რა თქმა უნდა შეხსენება, რომ რამე ისეთი არ დარჩეთ. აქ მაქვს სია ჩალაგების ტელეფონში. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ჰიგიენური ნივთები, ყურსასმენები, აფთიაქი, სათვალე, ფენი, ეპილატორი, ფოტოაპარატი და დამტენი. ტელეფონები და დამტენები, შტატივი, ბუქი და დამტენი, ბლოკნოტი, საჩუქრები. ეს არის ძველი სია, ყოველთვის რომ ჭირდება ხოლმე, მაგრამ რაღაცეები ალბათ მისამატებელი მექნება ახლა უკვე. თას ვცდილობ ხოლმე, რომ ცოტა რაღაცეები წავიღო, მაგრამ მე ბევრი რაღაცეები ზედმეტია ხოლმე. დღეს კონდიციონერი დავაყენეთ წასulis წინ. ასე რომ რო ჩამოვალ, სავარაუდოდ ძალიან სიცხე იქნება, იმიტომ რომ ეხა უფრო და უფრო დაცხება ალბათ და კაია რომ უკვე დაყენებული გვექნება ეს საქმე მოლეული გვაქვს, ძალიან მიხარია. ეხლა კიდე ბადეები გვაქვს შეკვეთილი, ბადეებიც უნდა გავაკეთოთ, კოღოები და ბუზები და 1000 წერები რო არ შემოფრინდნენ, წესით ხვალ უნდა მოესწროს და ხვალ მივდივართ თან. არ ვიცი როგორ მოვასწრებთ, დილით გვინდოდა, მაგრამ მაგის გამო მე მგონი უფრო გვიან მოგვიწევს წასვლა. თან ქუთაისში რო ჩავალთ, არ უნდა დამოვიწყდეს მარიტას პირადობაც უნდა ავიღოთ ქუთაისის იუსტიციის სახლში. იქ გადავამისამართეთ. იმიტომ რომ ვიცოდით რომ დაახლოებით მაგ რიცხვებში უკვე იქეთ ვიქნებოდით და ამიტომ ზუსტად დაემთხვა. კიდე რა. დღეს დედა და მამაც მოვინახულე. დავებშვიდობე ცოტა ხნით. ლაშემ დამირეკა და კარები გავუღე რომ შემოვიდეს. ვარჯიშს ვეღარ ვახერხებ, ეს დღეებია. ხან რა იყო, ვერა და ვერ გავედი. ეხა იმედი მაქვს რომ წყალტუბოში მაინც ვივლი ხოლმე საღამოობით, ვივარჯიშებ. თორე ფატი გამოსუქებს. და შანსი არა მაქვს იქ სხვანაირად თუ არ დავიკლებ შევინარჩუნო მაინც ჯანდაბას. ვიცი რომ იქ მეტის იმედი არ უნდა მქონდეს. ხო და ესეთი ამბები, მოკლედ ეხლა მორალურად ვემზადები ჩაბარგებისთვის. დრო გამყავს. პროკრასტინაციით ვარ დაკავებული, მოკლედ ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ვზივარ და ყავას ვსვამ. ჩალაგების დროს ალბათ ვერ გადავიღებ ვიდეოს, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესია ისედაც. და კიდე გადაღება უკვე ზედმეტი იქნება, თუმცა რა ვიცი, აბა ნახოთ თუ რამე გამოვა. გოგოშკებო, არ ვიცი რამდენად გამოვა ეს გარდერობის ვიდეო, როგორც მომწერეთ წინა ვიდეოების ქვეშ, მაგრამ ეხლა ვარჩევ ტანსაცმელებს, რა წავიღო, არ ვიცი რა მიხდება რა არა, გადმოვალაგე კარადიდან 100 წელი რო არ ჩამიწია, ისეთი რაღაცები და ვარჩევ ეხლა მოკლედ მიხდება თუ არა. ერთ-ერთი კომბინიზონი არის ეს არის ქვემოთ შარვალი, ოღონდ ესეთი ფართე შარვალი არის კაბასავით და რა ვიცი, მე მგონი წავიღებ ამას, იმიტომ რომ ძალიან ისეთი აი პრაქტიკულია, მუცელიც თავისუფლად მაქვს და ანუ არ არის მოდკეცილი, აქ კი არის, მაგრამ ქვემოთ არა და ძალიან მიყვარს მე ესეთი ფართე შარვლები ბოლო დროს. რა ვიცი, მე მგონი წავიღებ. წელან ბავშვებს ვკითხე და მოკლედ ძალიან მოეწონათ, გიხდებაო ძალიან და რა ვიცი, ალბათ წავიღებ ამას. გადაწყდა. შემდეგი არის აი ესეთი საზაფხულო კაბა. უკან ესეთი გახსენია, მაგრამ მე მინდა რომ ეს დავმალო და რაღაცნაირი ხრიკი არის. აი ესე ნახეთ. დაიფარა. აქედან შევკრავ, შემიძლია უკანაც გავიკეთო ბანტი, მაგრამ
წინიდან შევიკრო ამჯერად. ეს კაბა მაქვს საგურამოდან, საშოპინგოდ წავედით მე და ჩემი დები და მახსოვს რომ ეს ძალიან მომეწონა. ეს ნაჭერი არის ძალიან სრიალა და თხელია, უთხელესი და ისეთი კარგი აი რო გედება კანზე, რო ქსიამონებს და რო დავინახე, ძალიან მომეწონა. ხო და ეგრევე მიყიდა იმ წუთშივე. მე კი ვარ ვთხარი, არ გინდა მეთქი ახლა უბრალოდ ლამაზი კაბა აღნიშნე, რომ ლამაზი კაბაა და უცებ ეგრევე მიყიდა და მაჩუქა მაინც მინდოდა შენთვის ეჩუქრის ეჩუქებაო და ძალიან მომწონს ეს კაბაც. ამასაც წავიღებ, შეიძლება გზაშიც კი ჩავიცვა. იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია. დაიწყე დამპური თამაში. რა დავიწყე უკვე რა ხარ შენ? აი ესეთი კაბა მაქვს კიდე. ეს არის ყოველდღიური კაბა, უბრალოდ სახში ჩავიცვევ, თუ ძალიან სიცხე არ იქნება და აი ამ კლავებს თუ აიტანს ტემპერატურა წყალტუბოში. არ ვიცი, მე ვფიქრობ ესე ყოველდღიურად არ იქნება ცუდი, ცოტა შედარებით გრილი ამინდები, როცა იქნება. ესეთი მოკლე ჩითის კაბაა. იხდება? შემდეგი, აი ესეთი სარაფანა. ძალიან ესეთი თხელი, ალბლებიანი, თუ რა ახატია, არა. რაღაც ყვავილები ახატია. მოკლედ ეს არის ძალიან ყოველდღიური. აი ძალიან სიცხე რო იქნება. ცუდია რომ სიგრძეს ვერ გაჩვენებთ. ვიცი, ნუ აი ესე მუხს ქვემოთ არის ეს კაბა და ვფიქრობ სახლში ჩავიცვო. აი ძალიან სიცხე რო იქნება. ეს რა ვიქნებით? მაგ დროისთვის შეიძლება ამის ჩაცვა. ეს ფერი ძალიან მიყვარს. აი ესეთი კაბა მაქვს კიდე. აი ესეთი მოკლე კაბა არის. მაგრამ რაღაც არ მომწონს. თითქოს არ დგას ჩემზე კარგად. და ვფიქრობ შეიძლება ჩავიცვა, აი თუ იმას გავუკეთებ ქამარს რამის ქამარი რა. ქამარი შეიძლება ქამრით მომიხდეს მაგის თქმით, რამე ან თეთრი, ან ვარდისფერი ქამარი და აი არ ვიცი ამ კაბაზე ვფიქრობ, არ ვიცი. ბევრი რაღაცების წაღება არ მინდა ზედმეტების, ამიტომ ამ კაბაზე დავფიქრდები. ნუ აი ქამარი თუ ვუპოვე რამე შესაბამისი შეიძლება მივცე შანსი. ესეთი რაღაც ვიპოვე კიდე. ეს არის ესეთი ორეული სპორტულ სტილში, მაგრამ ძალიან ცხელია, ვფიქრობ დამცხება ალბათ და რაღაცნაირი დისკომფორტი მაქვს. ეს ჩემი არ არის, არ ვიცი მარიტასი იყო თუ ნატალისი. ხო და არ იცვამდნენ არასდროს და სულ მიკვირდა და მე მგონი ხვდები რატომაც. ცოტა ისეთი არაკომფორტული, აი ესენი, ეს ნაჭერი არ მომწონს, რაღაცნაირი პლაშოვკა არის და აი შარვალი შედარებით უფრო კარგი არის. არ ვიცი. წავიღო თუ არა, მაგრამ მე მგონი ამას არ წავიღე.